და დღეს ქართული ხალხური სიმღერის ხანგები ისმის მაიკო ჭაფოძის ჩარტებში და შესაბამისად დილის გადაცემის ეთერში დარწმუნებული ვარ, ახლაც გაიჟღერს. რა თქმა უნდა, დილამშვიდობისა აუცილებლად გაიჟღერს ჩვენი გადაცემის მიწურულს მუსიკა. გოგონათა ანსამბლი იალონი იმყოფება ჩვენთან ერთად ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული და ისინი აუცილებლად შემოგთავაზებენ მუსიკალურ ნომერს. მანამდე კი უნდა გადავინაცვლო ბატონ გიორგი დონაძესთან დილამშვიდობისა. გიორგი, მას შემდეგ რაც წარმატებით დასრულდა ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი, უკვე დავიწყეთ მზადება საერთაშორისო ფესტივალისთვისაც. როდის ჩატარდება ეს ფესტივალი და რას მოიაზრებს საკუთარ დროს? ჩვენ წელს გადავწყვიტეთ, რომ საერთაშორისო ფესტივალი ჩაგვეტარებინა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში საელჩოების მხარდაჭერით და ლექსი არენა, რომელიც აშენდა ახლა შეკვეცილის დარბაზში, ერთი მთავარი კონცერტი იქ იქნება, ეს ერთობლივი პროექტი და ეს ქვეყნები ჩამოვლენ. ჩვენ ახლა პირველად ვატარებთ ამას, ეს პირველი საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი იქნება მხოლოდ 4 ქვეყანა, შვეიცარიიდან სპეციალურად ოზურგეთში და ოზურგეთში ლოკაცია გვაქვს ოზურგეთში, აი იქაც იქნება 2 კონცერტი და შევარჩიეთ ისეთი ანსამბლები, რომლებიც იოდლს ასრულებენ, ანუ კრიმანჭულის გავს ხმებს და გვინდოდა რომ იქ ჩაგვიტარებინო, ვფიქრობ შვეიცარია იქნება, იტალია იქნება, თურქეთი იქნება და სლოვაკებს ველოდებით. და როდის ჩატარდება ეს ფესტივალი? ეს იქნება 3-დღიანი ფესტივალი, წელს ესე გადავწყვიტეთ 1-2-3 სექტემბერი. გასაგებია, თუმცა სექტემბრამდე, მანამდე აგვისტოში ბათუმს ვინც ეწვევით, იქაც გელოდებათ კონცერტები. რას გეგმავთ ბათუმში? ბათუმში ჩვენ პარალელურად ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალისა 6 ივნისს დავიწყეთ ჩეკინ ჯორჯიას ფარგლებში ქართული ხალხური ტრადიციული მუსიკის ესე ბულვარში იმართება სიმღერის ანსამბლები, გამოდიან ცეკვის ანსამბლები, თავიანთი ვის თითქმის მთელი საქართველოდან ეს არის 75 კონცერტი ყოველ დღე, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თავარია ყველა ის ანსამბლი მონაწილეობს, ვინც ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, გადავიდა თუ არ გადავიდა მეორე ტურში, თავარია რომ მათ შეეძლოთ 1 საათზე მეტი ხანი იმღერონ, შეასრულონ ქართული ტრადიციული სიმღერები და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ეს არის მეორე პარალელური ფესტივალი, შეიძლება ესე ითქვას, რომელიც ძალიან ხელს უწყობს ქართული სიმღერის პოპულარიზაციას, უამრავი უცხოელი ნახულობს, უამრავი ადამიანი ესწრება როგორც ქართველი, ასე უცხოელი როგორც თქვი და ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა, დაგემშვიდობებით იმისათვის, რომ გადავინაცვლოთ გოგოებთან. დილამშვიდობისა რა შეასრულებს იალონი? დილამშვიდობის ჩვენ შევასრულებთ გურულ საცეკო სიმღერას საფუნდრუკო გიორგი სალუქვაძის არიან. მადლობა, გთხოვთ, მე დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს და გიტოვებთ იალონს იმისათვის, რომ უფრო კარგი განწყობა შეიქმნათ. გთხოვთ. საფუნდრუკო შემოსახათია რამაშაიდა საოცარი ხალხია გურულები, საფუნდრუკო უკვე სახელწოდება კარგ